ექს-პრეზიდენტის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენი და ამასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის განცხადება ისევ პოლიტიკური გამოხმაურებების მთავარი თემაა. ცოტა ხნის წინ განცხადება ეკა ბესელიამ გააკეთა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიციას ეხმაურება. რა კითხვები აქვს ბესელიას მარგველაშვილის შეფასებებთან დაკავშირებით, ამას თამარ ციკლაური გვეტყვის, გისმენთ თამარა. პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილი განაჩენის შემდეგ გააკეთა, გამოხმაურება მოყვა საპარლამენტო უმრავლესობაში. პრეზიდენტმა გუშინ თქვა, რომ როდესაც საუბარია საზოგადოებისთვის ასეთ მნიშვნელოვანი საქმის განხილვაზე, შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა შეწყალების უფლების კონსტიტუციური მუხლი. სწორედ პრეზიდენტის ამ განცხადებას გამოეხმაურა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, საუბარია არა კონსტიტუციური უფლების გამოყენებაზე, არამედ კონსტიტუციური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე. სწორედ აქედან გამომდინარე, ეკა ბესელიას აქვს კონკრეტული კითხვა პრეზიდენტთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და იურისტებთან. როდესაც ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან მოხდება კონსტიტუციური უფლების ბოროტად გამოყენება, მაგალითად მართლმსაჯულებისთვის ხელი შეშლა ან კონკრეტული დანაშაულის დაფარვა, არის თუ არა ეს დასჯადი და არის თუ არა ეს უკანონო, ასეთია ეკა ბესელიას კითხვის შინაარსი. არ დაწყებულა სისხლისამართლებრივი დევნა კონსტიტუციური უფლების გამოყენების გამო და არც განაჩენი დამდგარა ამის გამო. საუბარია იმაზე, უფლება და უფლებამოსილება იყო ბოროტად გამოყენებული თუ არა. სასამართლომ ჩათვალა, რომ იყო უფლებამოსილება ბოროტად გამოყენებული, მაგრამ მე ეხლა მინდა ძალიან კონკრეტული კითხვა დავსვა პრეზიდენტის კომენტარის და განცხადების შემდეგ. როდესაც მან თქვა, რომ ეს იყო კონსტიტუციური უფლების გამოყენება. უფლების გამოყენების დროს, როდესაც დადგინდება, რომ ადგილი ქონდა რაიმე დანაშაულებრივ მოტივს, შეიძლება დავასახელოთ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, ან დანაშაულის დაფარვა, ან სხვა რაიმე უკანონო მიზანი. ეს ჩაითვლება თუ არა უკანონო ქმედება. ძალიან მარტივ კითხვას ვამ და ამ მარტივ კითხვაზე ნებისმიერ იურისტს, რომელსაც აქვს მინიმალური კვალიფიკაცია, შეუძლია პასუხი გასცეს. ჩვენ ბუნებრივია დაუკავშირდით პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ველოდებით გაკეთდება თუ არა რაიმე კომენტარი და განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საუბარია გუშინ სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილ განაჩენზე. მას სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად სასჯელის რაოდენობა 3 წლამდე შემცირდა. მადლობა თამარ, მოამბის პირდაპირ ეთერში თამარ ციკლაური საუბრობდა.